Mertba დაგისურვებთ დაგახაროთ. სულიერი წესვა მინდა გისურვოთ. ამისათვის საჭირო არის რა თქმა უნდა სინანული, რა თქმა უნდა სარწმუნოებაში გაძლიერება, იმედში გაძლიერება, სიყვარულში გაძლიერება და როგორც სარწმუნოება, როგორც სასუება, იმედი ასევე სიყვარული ჩვენ საფუძვლო არ არის. ამის საფუძველი ჩვენ გვაქვს და ეს საფუძველი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე თვითონ. ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გაგასდა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. და თავისი სიყვარულებრივი განგებულებით მან აუხსნა მთელ სამყაროს ღვთაებრივი სიყვარული და შესწირა ღვთაებრივი მსხვერპლი. იმისათვის რომ ჩვენ აგვამაგროს და დაგვინათესავა და ჩვენ იმისათვის რომ მადლით ღმერთს მიგვამსგავსოს. ამიტომ ხატება რომელიც მოგვეცა გვავალებს მის გავსების მიღწევას. სიყვარული რომელიც უბრალოდ აგვიხსნა, რომელიც უბრალოდ შემოსცირა საკუთარი ძე თვისი მხოლოდ ჯობილი და თავი თვისით ნებსით ავიდა ჯვარსაზე და იხსნა ყოველი მან აგვიხსნა სიყვარული და ჩვენს გვეკითხება და ჩვენს გვეუბნება ასეთ სიტყვებს. გიყვარ შენ მე, გიყვარ მე. პეტრე მოსიკულს გვეკითხება ამით მთელ კაცობრიობას, მთელ ადამიანებს. ჩვენ მათ შორის მხოლოდ ჩვენთანაც გვეკითხება. გიყვარ მე, შვილო. მონაყისო, ხევალთისო, გიყვარ მე. და მართლაც პეტრე მოსიკულის პასუხობს, იცი შემოფალოთ თუ მიყვარ შენ. ანუ იცი ძველი ქართული თარგმანი. მიყვარ ხარ, საპასუხოდ მიყვარ ხარ შენ. ანუ ღვთის ჩვენთვის მოწვლილი, დაუმსახურებელი წყალობა, სიყვარული, საჩუქარი და მადლი ჩვენგანაც ელის, განაუფალს რამე სჭირდება ჩვენგან. მას ჩვენგან არაფერი არ სჭირდება. იგი თვითქმარი და სრულყოფილია, მაგრამ მას უხარია თვისი კნილება თავისუფალი ნებით. რომ საპასუხო სიყვარულით პასუხობს, რადგანაც სიყვარული ორმხრივი მოძრაობის გზა არის. ასე რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ამ კითხვაზე, რომელიც მარადის უნდა ჟღერდეს ჩვენ სულიერ სმენაში, პასუხის გაცემა აზრით, ციკლით და საქმით. გიყვარ მე, გიყვარ ვარ შენ მე, უბრალოდ ვინით ახალი ქართული. შენ გიყვარ ვარ მე, შვილო. რა თქმა უნდა ეს ადამიანის მთელი თავისი ცხოვრება უნდა პასუხობდეს საპასუხოდ მიყვარ ხარ შენ. და ეს არის ყველაზე ნათელი და ყველაზე ჩვენთვის მოცემული ეს დაუმსახურებლად მოცემული სიბრძნე და პატივი. რომ უფალი ჩვენგან სიყვარულს ითხოვს, გულს ითხოვს ჩვენგან. მართლაც გულისათვის ვიბრძვით. გული ევედრება უფალს. გონებას რა თქმა უნდა, გონება რა დააშავა. გული და გონება ორივე ერთი ორგანიზმის ორი პოლუსია, ორივე განწმენდას საჭიროებს, მაგრამ ყველაზე ძნელი არის უფრო გულის მოთვინიერება და გულის განწმენდა. გონებისაც, მაგრამ გული მით უმეტეს. როგორც ცუდად აღზრდილი გული, ცუდად გაწვრთნილი, ცუდად ასკეზად გაუვლელი, მწვრთნელი სული, სამშვიდობო და სხეული და ცენტრი ადამიანური არსებისა, ცუდად აღზრდილი და გაუწვრთნელი გული თავიდან ძალიან რთულად და მძიმედ გასაწვრთნილი და აღსაღზრდელი, როგორც აი თავის დროზე გაუზრდელი ადამიანის თავიდან გაზრდა როგორც ძნელია, ხო? თავი ბავშვობაში თუ არ ასევე არის გაუწვრთნელი და უწვრთნელი გულისა და გონების გაზრდა და გაწვრთნა და განწმენდა, მაგრამ შესაძლებელია და აუცილებელია. ამიტომ ვეცადოთ რომ ეს გავაკეთოთ და ამას დიდი ცოდნა სჭირდება, დიდი რწმენა სჭირდება. დიდი ინტენცია სჭირდება, დიდი ეს თქვათ სულიერი მონდომება სჭირდება. ეს ყოველი დღის მოთხოვნა აქვს ჩვენი ცხოვრებისათვის. ყოველი დღე ბრძოლა ჩვენთვის, მით უმეტეს ამ პერიოდში ცხოვრობენ ხალხისთვის და ცხოვრება ჩვენი ეს არის ბრძოლის პროცესი და ეს პირობები ბრძოლისა. ეს არის ის პირობები, რომლებიც ჩვენ ქრისტიანული წესის დარღვევაზე მუშაობს. რომ ჩვენ ქრისტიანული რიტმი ცხოვრობთ, ჩვენ ქრისტიანული ცხოვრების წესი ისეთი საწინააღმდეგო დინებებია, რომ ეს წესი, ეს რიტმი ეს რეჟიმი, ეს დისციპლინა დაირღვეს, აი ამაზე მუშაობს ეს სოფელი, რომ დაირღვეს ეს რიგი ჩვენთვის მოცემული ჩვენი ცხოვრებისეული ქრისტიანული ცხოვრების წესი, ღირებულებათა წესი, ღირებულებათა რიგი, რომ აირიოს, დაირღვეს და ქაოსში მოვიდეს. და უმცირესი დადგეს უდიდესი სადგილზე და უდიდესი უმცირესი, ანუ სულიერი იერარქია და სულიერი ფასეულობები და მსოფლმხედველობა უღმა შეტრიალდეს და აირიოს. ამას საკინაშრომიც არის დაწერილი. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს ადამიანს შეუძლია და უნდა გაიგოს თავისი ცხოვრების რიტმი, როგორ უნდა იმუშაოს და რა უნდა გაიგოს ჯერ ქრისტიანულად თუ უნდა გაიგოს ნამდვილად, ჯერ უნდა შეიყვაროს. თუ არ შეიყვარა ქრისტე ღმერთი,
და სახარებისეული სიბზნე მაშინ ვერ გაიგებს, არ მიუშვებს. ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს სიბზნე არ მიუშვებს მასახებს. ადამიანს არ შეუძლია ესეთი არსება ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე გაიგოს რაიმე თუ არ შეიყვანოს მან. სიყვარულში როგორც არც სხვა რამეში არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენი სოგვილი ასე ვთქვათ, დაცემებით, ჩვენი ცოდვილი ასე ვთქვათ, არჩევანი, ჩვენი ცოდვებით, ჩვენი არასწორი არჩევანი და საერთოდ ჩვენი არასწორი მდგომარეობით და ნეგატიური გამოცდილების შემდეგ სიყვარული ეს არის ის გამოცდილება ღვთაებრივი, რომელიც ჩვენთვის როგორც წამალი არის მოვლენილი და კომუნალი ექიმია სიყვარული. სიყვარული კომუნალს ყველაფერს. ყველაფერს ღვთაებრივი სიყვარულს გულისხმობ. ეს არის ღვთაებრივი ის სიყვარული, რომელიც როდესაც ღმერთი გასცემს თავისი ენერგია ღვთაებრივი, რომელიც მისი არსიდან გამოდის, ხელმწიფნელი ენერგია, ეს გვაძლევს ჩვენ საკუთარ თავს გასცემს, უბრალოდ დაულევლად გასცემს. არ ილევა ეს, გვაძლევს კიდევ მეტი შემოდის, კიდევ მეტი აფალს არ ილევა ეს. დიდი შეცდომაა, ვინმე მიფიქროს, რომ თვალს რაიმე არ აქვს, ან ღმერთს რაიმე სიყვარისვა აღების მოცემა არ შეუძლია. ყველაფერი აქვს, ყოველივე აქვს, ყოველივე საღამოსობს, ყოველგან აქვს და ყველაფერი შეუძლია მოღწეს. წვრილმანიდან დაწყებული დიდი დამთავრებული შეცდომები. ჩვენ მოდით, თავარით დაიწყება გეუბნება. ეცია სასურველი ცათა და სიმართლე მისდა წვრილმანებით დაიწყება. წვრილმანებით დაწყებული თავარს დაგაკარგებს. თავარით დაიწყება. უპირველესი თავარით დაიწყება საწმუნოება, სასურვება, სიყვარული. აივით დაიწყება და კიდევ სხვა რამები ჩამოთვლილი სახარებაში. და ის რაც საჭიროა იმას მოგწევს, მაგრამ სამწუხაროდ ხოლმე ადამიანი თავისი გაუკუღმართებული მგრძნობიარობით წვრილმანებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე თავარს, ვიდრე უდიდეს და ძვირფას და კარგავს ხოლმე. წვრილმანსაც და ვერც დიდ მასწავლებლებსაც ვერ იღებს ხოლმე. აი ესე რომ არ მოხდეს, ამიტომ სასურველია რომ ჭეშმარიტების მიმოვალთაზე ყურადღებით ვიყოთ. უფრო ჩვენი გონება, ჩვენი ასე ვთქვათ, აი როგორც წარმოვიდგინეთ, თითქოს ხე არის ევიდენთ ჩამოცებული ეს და ხე ხისტოთები, აი სარწმუნოების ხე, რომელიც ქვევით იზრდება, ზეცით თითქოს აი ეს წარმოვიდგინეთ. ხოლო ფესვები თითქოს უფალში აფხის. ხოლო ჩვენთვის ეს მოცემულია ეს ნაყოფები, მოცემულია სულიწმიდის ნიჭები, მოხლები ასე სტანდარტული სიმბოლო. აი ამ ხეზე უნდა აცოცხლდე, რომ ფესვებამდე მიხვიდე და შეიმეცნო ფესვების წვენი იგება. საიდან შემოდის, ზეციდან მოდის ის მადლი, რომელიც აღავსებს ამ ხის ტოტებს, ამ ხის ნაყოფს და ჩვენ ყვებავს იგი. ერთი წუთით რომ გაწყდეს კავშირი ადამიანის და უფალს შორის, ადამიანის ცხოვრება წყდება. ადამიანი არის დამოკიდებული და ავტონომიური არსება, ღმერთზე დამოკიდებული. და გზა გასასვლელი ღვთისაკენ მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებაზე გადის და მის სწავლებაზე გადის. და ამას მივხვდეთ ჩვენ რაშიც ყველა სამადებას გისურვებთ. მაგრამ ჩვენ სიცხეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.